მერან რა არის რომ ფერია? წავედით ბელგიაში. ცოტა ცივა. ჯერ არის მანქანასაც არ დაველოდეთ რა ოდის გახვიდე რა ოდის ეს გახვდება. ჩავჯექით მივდივართ ახლა ჩვენ მეგობრებთან და მე წავავთ ქუთაისში. ჩვენი ყველა წასვლისი ქუთაისში სიმბო. ჩამოვედით ქუთაისში აეროპორტში. წვეტა ადგილები ვერ ვიპოვეთ. ეს ბაიც ბედნიერია. ერთად ვერ მოვხდით და ეხა ველოდებით რომ მორჩეს ჩასხდომა და მე გავერთიანდე. We can start our engines a little bit earlier and leave Kutaisi as quickly as possible. We wish you a pleasant stay on board and enjoy the flight. Magia. Mets. ვიყიდეთ მეტროს ბილეთები, მეორე ლაინზე გადავდივართ ახლა. გადავჭდებით. მეორე ლაინიდან პირველ ლაინზე გადავალთ და მივალთ ქალაქის ცენტრში, სადაც სავარაუდოდ ვიპოვეთ ჩვენი ჩათების დასწავლებას. ერთი მგზავრობა ღირს 260 евро, თუმცა დღის ლიმიტი თუ გინდა დღის ულიმიტო თუ გინდა იყო 8 евро ვერს რა. ეს არ ჭირდება 8 ევროიანი ულიმიტო. ასე რომ მე გამოვიყენებ ხოლმე. ეხლა მე ყოფილი ტრადიციულად ბურგერ კინგში. პირველი შესვლა ბურგერ კინგი ვანწოდა. და მე რა. ბუდაპეშტი უფრო მომეწონა. თალბათ სხვა მენიუა ვიდა, მაგრამ აი ფრი არ ვარგა, მაგრამ აი 20 евро იმენა იდეალურად ვარგა. რადი ევროპული ბურგერ კინგის სასწაული. შეძთან მედიცინურ ასოციაციას ფანტა გავსიჯე, ფანტა რა არის? ბრიუსელის ცენტრში ვარ, გადავწყვეტეთ რომ ჩათები აღარ ჩავაბაროთ. ცოტა ხანიც გავიწევთ, რა გადარჩა 4 საათი. იმიტომ რომ შორს არის აქედან. ხო. ცოტა ხანი გავიწევთ, ეხლა ვარ ცენტრში, ეს ლამაზი სკვერი კი არა, მოედანია. ნელა თამფეხი დავიძრებით სადგურისკენ თან გზაში რაღაცებს დავთვალეთ. სავარაუდოდ შემთხვევით მოგენით სავარაუდოდ წმინდა ჰუბერტის სამეფო აი მას გალერეას ულამაზესი ადგილია და ძებია სავარაუდოდ დღეს არ დავათვალიერებ და ამ დღეს დავათვალიერებ სხვა გზაზე წავიდე. აი სრულიად შემთხვევით სერნობაში მოვხდით ბელგიის სიამაყეში. აქეთაც, ოღონდ აქეთ ვაფლები არ არის მე მგონი ვაფლები. მაგრამ ხო, შოკოლადები რითიც აი პროსტა. მოვედით Der Hell Street-ზე. როგორც გეთ უნდა იძახის მარკეტების და რაღაც კაფეების ქუჩა, აი ჩვენთან როგორც ლესელიძეა, ხო, ალბათ ეგრე. ლესელიძე არა უფრო კოტი. სულაც მაჩვენებ ძალიან. მოიბოდეში. ეხლაც. ჩვენთან როგორც ჩარდენია უფრო სწორად. რაღაცა მსგავსი ქუჩა, მაგრამ არა. თქო უნდა ეხლა დილით ადრე ყველაფერი დაკეტილია სა. მაგრამ უნდა. ის არის ლესელიძე არის კაფე გარების და რაღაც. რაღაც კაფეები ნომერი. ეს ხო, მაგრამ რაღაც სხვა ქუჩა გვაქვს ჩვენ ჩაფიქრებული, რომელიც არის fast food-ის და street food-ის ქუჩა. ეგ ქუჩა გვინდა და როგორ ყოა? კი. და სხვა ქუჩა ვიპოვეთ? ხო. უps. ხო. მე ეს მინდა და კახარა მარაო. და მე ძალიან
დავით ხასიათზე ვარ ახლა. იმიტომ რომ ეს მინდა. მოვედით ამსტერდამის რავი ბაზარზე, თუ რა შეიძლება რომ ითქვას. მოვედით ამსტერდამში ბაზარზე. აქ როგორც ვიცი, ყველაფერი შეიძლება იპოვო. უცნაურიც და კარგიც და ლამაზიც. ყვავილები მინდა. ყვავილებს გიყიდი. 14-ში. რეგულიერს გრახტაზე ვართ მოსულები. ანუ იცი, ულამაზესი კანალები, ხო? ხო. ესეთი ლამაზი ხიდები, ტყვარი, თუ მდინარე. ტყვარი და ცოტა ჭუჭკენი ესე ჩვენ ჯობია. ცოტა არის ძალიან ჭუჭკენი. სანამ ბავშვები სურათებს იღებენ. ჩვენ გადავიღოთ. კაურობა. აი ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზი. სახლები არის აი ულამაზესია ექთის. რაღაცა ვიტრო, ეს 3 მეტრი რო არის იგივე ისეთი სახლები. პოზიორობა ნომერი 1. ხავართ რაღაც პოპულარულ ქუჩაზე. ტურისტულ ქუჩაზე. ლამაზი სახლებით ბევრია ეგეთი, მაგრამ როგორც Google-დან ამოვიკითხეთ, ეს არის საუკეთესო. იქით იყო უბრალოდ ეს იყო საუკეთესო. ეხლა მივდივართ რაღაც მოედანზე, რაც სანახაობაშია, ტურისტულში. და ლამაზი რაღაცები. აქ არის ხახლიკო. ხახლიკო, გვინში კაცე. Starbucks. ჩვენ კარაվել მაკიატოს ვიყოლებ. კახ, რა გქვია? დღეიდან კარა გავხდი. ასე რომ მე კარა. მეგობრებო, ეს არის ციხეში ჩასმული საჭმელი, შეგიძლიათ მოხვიდე. გაატარო ბარათზე, გაიგება ეს ფანჯრები, პატარა ფანჯრები, რომელსაც აირჩევ. შეიძენ საჭმელს. არ გჭირდება არც რიგში დგომა, არც ლოდინი. დააჭერ აიღებს, თან თბილად ინახება. ექსტრემ საუერები გასვდეთ და თავი დავხდეთ. აი მე შენია რაღაც რაი. აი ვიცი. მოიცა. სამი. მერ ხბილდე. გაიდანა. ეხლა გაია. პოზიორობა ნომერი 2. ანუ ადგილები ვანოგის მუზეუმში მოვიდა, თურმე მხოლოდ ონლაინ უნდა შეგვეძინა და ყველა გაყიდულია ვერც ონლაინ ვეღარ შევიძინოთ. ეს გოგო მოწენი სახები. პონპუნა. ნუ ეუბნევი ჩანს ვიდეო. ვან გოგმა გვაწყენინა. ხო, და ყველაფერ ამას ის დაემატა, რომ წვიმა დაიწყო და ჩვენ კიდე ძალიან მზად წვიმს. და ვართ ცუდ ხასიათზე, იმიტომ რომ მე მინდა და აქ რაღაც რიჯიკო მუზეუმია. რაღაც რა მათი რაღაც fine art და რაღაც. ხო და
მე არ მინდოდა ეგ მაგის ბილეთები დოხუია მეორეა და მე სადაც მინდოდა ის sold out-ია ის ბილეთები თან ხო დაწვიმა დაიწყო ხახა შენ შეგთარია სუდია всё ცოლი რო მაყოფილოა სუდი ხო ეს რო მაყოფილოს კარგი მაგაც იდეა ეხლა ვცდილობთ ვიპოვოთ რამე კაი საჭმელი საკვები ობიექტი უფროსა და ერთადერთი კი არა ერთ-ერთი ულამაზესი რა ვარიანტი ამსტერდამში რაც შეიძლება ყველაფერი ყველანაირად თუ გაგაოცოს არის აი ეს ყველანაირად აი სახლები იქ არის სახლები არა ეს კანალები რა აქ ჯერ არ ვიცი რომ ამ კანალებს რეალურად არ ხებებია. ყველგან თავისებური სილამაზეა რა ახლებული ამსტერდამული სახლები მიდი ხახლე ყოლაპარაკე აი აქ არის ბევრი კვების ობიექტი და იმედია რაღაცა სავარჩევთ რა ყველაზე კაი ვარიანტი მე მგონი ეს არის და როგორც დავსერჩეთ ყველაზე კაი ვარიანტი ეს უნდა იყოს რა ხო აი რაღაც სასწაულები ხდება აქ რა აი აქ შევჩერდით დროებით გემრიელის რაღაცებია და თან რაღაცა მისაღები ფასებია თუ შევიძინეთ რამე აჩვენე თავს აი ესეთ რაღაც შევიძინეთ და დაждდა 18 ევრო გემოზე არ ვიცი ჯერ გაგვისინჯოს მაგრამ ეს კაი რაღაცა უნდა იყოს ეს გაფრინდა და კონიშებდა და მე ქონები არ მეყვარს და მაგრამ უყურს გონია ძალიან აი გემრიელი არის კარგად ოთხშური ფუნქცია რაღაცა Meatball. ხო და გახაულია მიტბოლები იმაში მე Pepper's. ხო ბეგონი გემრიელი ეს ძალიან მომეწონა გაქვს ბარბეკიუს სოუსი. ეს ნიორი არის ნიორი არის Changa. ომოგორი ობზანი ანა ნაჩვენები ნაჩვენები ეს არის ნაჩოსი ბატონმა სიმონი შეიძინა 100 არის 13 ევრო. 12 ევრო რა არის ხატო არ მაცდი ესე კენ მოგეწონა ზამალაი მე არ ვიცი. გემრიელია ой ეს კიდე სიმონი რაღაცა ამერიკული კენდის მაღაზიაში თუ რაცა რა საკმაოდ ცალე უნდა იყოს და რაღაც გემრიელი რაღაც სხვა უნდა იყოს რა ქართული ოჯახში გამწნილებული წესს არ უნდა იყოს Made in the USA. ამერიკული რა Let's go. Almost. კი. ოდნავ სწავლობ. იმედები გამისროლ. ხარიცა. ხო არ არის ძალიან ცხარე. ანუ ამაზე ცხარე ვიტამინი საქართველოს. კი, აუცილებლად. ბევრად. რა, შეფასება. იმენა 데이터 ლამზირას. მეგრელი ვიდე. და თან ღირდა 6 ევრო და ანუ არ ღირს ვაფშე. ო, არა, 6 ჩაოლებრივი პიკულის გამო. მე კაი გემრიელი ბებოს მომზადებოდა. დამწნებული. მეგრელი ცხარე. 3 კილოს იღებდა, გაცხადა. ო, იმენ. არის. გამოვედით ღამის ამსტერდამში. რავი, ლამაზი ადგილებია. კარგი მოედანია. და ქვეთუნშკი გვიშიკაძე. აი ესეთი მონუმენტი გვაქვს სადღაც აქ ცენტრში რაღაცა. ეს ისევ ახალი წელია სავარაუდოდ. აქ კიდევ ახალი. ხო, აქ კიდევ ახალი წელია. აქ რაღაცა ლამაზი მონუმენტია. არა, რას მოვასწრებთ. აი აქ არის ლამაზი. აი ეს ლამაზი შენობა. აი ეს არის ეკლესია რაღაცა. არ ვიცი რა ეკლესია, არ დამისერჩავს თუ რამე იცით. შეგვატყობინეთ. აი ესეთი ლამაზი კედელი ჩაყოლება თუ რაც არის.
ჯერ არ მინახავს და აი ესეთი ლამაზი გოგო ჯერ არ მინახავს. ულამაზესი. ხო. აი უბრალოდ შეხედეთ რა მაგარია იქ. ეს დღე წყლიდან 9 მეტრში ის არის რა ქვია? ფანჯარა. აი სასწაულია, უბრალოდ დღისით ვერ მივაგენთ ამ სილამაზეს, შემთხვევით შევხვდით ღამით და ძალიან წლება გული. აი აქ უმთავროდ ნახეთ. სამდია. შაქარი. შოკოლადი. სამდე დიაბეტი. სასწაული. ქეთი ვერ მოითმინა და ჩაიცვა თავის ყვითელი ჩუსტები. მიყვარხარ. ხალხო. მიდი. თუ დეპრესია გაქვთ და თავს სუდად გრძნობთ, ყოველთვის დაიმახსოვრეთ რომ რა კაი იყო სულაცები. ბაბანა ვიშეკო. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ვებით რომ რაღაცა მიტინგივით არის პატარა დემონსტრაცია აი ამ ლამაზი შენობის წინ. თუინმე მიცით რა ხდება აქ? დამიწერეთ კომენტარებში ჩვენო ორ მაყურებელო. ანუ ეხა იცით რას ამბობს free ამსტაო. ანუ თავისუფალი ამსტერდამი. ანუ და თავრობა უნდა რომ ჩამოაგდონ, რომ ამსტერდამი გათავისუფლდეს. მე მგონია რომ დეზინფორმაციას ავრცა. მეც ნამდვილად ბაით ვერ ჩემი გაიგე. ჟურნალისტი ხარ. ხო, ამიტომ free ამსტა. აპდეიტი ხალხო. თურმე free ამსტა კი არ ყოფილა და ამსტერდამი არა. free Palestine ყოფილა. ამიტომ free რა free Palestine. დეგენერატები. მე ჩემი ისრაელისგან ვარ. ამიტომ free ისრაელიდან შემონავთ. ვაი, მე პორტო. დამევნი არიან და მეშინი, ამიტომ წავედი. კეთი. ისე შეგვეძლო წინა ვიდეო წაგვეშალა და პირდაპირ გეთქვა. სწორი ინფორმაცია. მაგრამ მე ხო ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ. შემეშალა ვაღიარებ. ამიტომ ყოფილი. ამაჩი დედავატები. ჩამოვედით როგორც იქნა 3 საათიანი დაგვეწავების შემდეგ Flixbusით ჩამოვედით ბრიუსელში. მოკლედ მოვედით ბრიუსელში ჩვენს აპარტამენტში. პოგონა. მოგეწონა სახლი? კი. ესეთია სახლი, მისაღები. აქედან შემოსასვლელი მთავარი კარი. აქ პატარა სამზარეულო, თავის ყავის რაღაცეებით. ერემშოს. აქეთ ეს ქვაბის ოთახი არ მინდა. აბაზანა. საბირფარეშო. აქეთ ერთი ოთახი, აქეთ მეორე ოთახი. აუ რა კაია. დაახლოებით დაждდა 800-900 ლარამდე რა ეს 2 დღე ხო? ბუკინგზე. ეხლა გოგონა მედის თავარ მოედანზე რომ დაათვალიეროს ღამით ის სილამაზე დებრუკელზე უნდა ამოვიდეთ ფენომენს მოყოლით. ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი მოედანი აღმოაჩინე. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ სადაც ყოფილა. ბრიუსელში მთავარი მოედანი გრანდ პალასი ფორტები. ჩემთვის ამ ეტაპზე არის ყველაზე ლამაზი მოედანი. ეს კიდე ყველაზე ლამაზი პოგონა. გამოტულია ცოტა. მე შემოვერგებ. ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი. ცოტა შემოვერგებ მომწონს და ეს არის ეს არის რაღაც სასწაული. უბრალოდ შეიძლება კამერაში
არ ჩანს ისე კარგად, თუმცა ძალიან ლამაზი. აი ეს რა ხდება, არ ვიცი, აი აქ ამ ხელა შრომა აქვს ჩადებული. სასწაულია. ეხლა კეთუნა ელოდება თავის რიგს, რომ მივიდეს და შეუკვეთოს fries menu, ხო? ხო, ცოტა ძვირი ღირს. 6 евро ღირს აქვს ჩვეულებრივი free უბრალოდ. 12 евро ღირს menu. თუმცა ამსტერდამში ღირდა 5 ევრომდე მხოლოდ free რა. ნუ 1 ევროა განსხვავება. ეხლა ნახოთ როგორი გამოვა menu, ჩვენც არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება, ჯერ არავის არ აუღია, მხოლოდ free-ს ელემენტი. კეთუნა ბედნიერია, იმიტომ რომ ბევრი free, ცოტა მოცარელა, соуსი და ფანტა ხდა წილად 12 ევროში. აი, აპოგონა. აბა გასინჯა. ვერ გავსინჯა. გაიბოდიშა. რა? ჩააწე. აბა გასინჯა. როგორია? არა, მოიცა, მეც გავსინჯო. აი, მე რა ვსიგწია. ცივია ყოლისო. მართლა? აუ, მართლა ცივია, აი, ოტე ხოს. რამდენად შეაფასებდი? ესე ფერხერ დაჭე, სანახი. კაია, არა, ცუდია არის. 1.7 დაუწერდი, არა? მე მგონი 7 ქულა ნორმალია. მაგრამ 12 ევრო ცოტა არ არის. 7 ქულისთვის. სამწუხაროდ ყველაზე გემრიელი რაც ხო დაგვივარდა. აიმე, სწორა იყოს. არა გაიყო. გადავყაროთ მე არ ჭამოთ ეს ძირს ეგო. ესე მგონია რომ ბელგიური შოკოლადები და ზოგადად კმენეული ახდენს სასწაულებს. ჩემი აზრით აი შოკოლადების სასწაულს მოახდენს. თუმცა გავსინჯე ბევრი არაფერი. რა ლამაზია? ეს რეებია. Do you know them? Traditionally made with raspberries. Просто კონფეტია. სხვადასხვა ხილით. ხილის. არ გვინაწავეთ. აუ, აქ რამდენი ესეთები თბილისში შეიძლება მაქსიმუმ. შეგნით სითხესავით და გარედან crunch-ია რა. მამაკაცის ფუსიები. მამაკაცის ფუსიები, ქალის ფუსიები. კეთი მოვიდა ბელგიური ვაფლების საჭველად. მოიცა ესეთი არჩევანია. ესეთი ფასები აქვს რა. თქვენ თუ მოვარჩეთ რომელი? 17. Okay. აი ეს უნდა იყოს. ვაკუნა. ეს რა არის? კრემია? ბელგიური ვაფლი, კრემი და ნუთელაც. ხო. გავსინჯოთ, აბა. ეს ღირდა 4 და 50. 4.5 ევრო. აბა? იღე? კი. ეხლა გავანადგურეთ ბელგიური ვაფლი, ძლივს დავჩეხეთ ამითი და მოსვლა. გემრიელი. ეს კრემი არის სასწაული. კრემზე გაგიჟდი? ასიდან ათი რავი სხვა რა უნდა ვთქვა. ესეთი ბელგიური ვაფლი მე თბილისში არ გამისინჯოს. მე არ მომწონდა აქამდე ბელგიური ვაფლი. ხო, არა მეც რაღაცა და ეხლა ბელგიური ვაფლის ფანი ავხდი. ყველა ბელგიაში. სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ მოვასწარით Starbucks-ის ამ ყავის ატევა თორე. აი აქ სიამოვნებით მივირთმევით. მოვედით აფია? სამეფო სასახლესთან. როგორც კი მოვედით პირველივე ის აღნიშნებს რომ შუქების სინათლე არის, განათება არა. ნუ კი აი ეს ადგილი განათებული, მაგრამ აი აქ არაფერი არ განათებული.
თქმა მიანათით ხალხო რა არის ერთი ნატურა შეუშვირეთ თქმა ან დროშა გაანათით ამ ხოლმე დროშა დილამშვიდობისა ეს არის ბოლო დღე რაც რუსეთში უნდა გავატაროთ და რუსელი იმდენად ამოვიდა ყელში რომ ჩვენ გადავწყვეტოთ ვიყავით ბრუგეში ბრუგეზე ეძახიან ძალიან ლამაზია ბრუგეზე ეძახიან ძალიან ლამაზია და იმედია მართლა ძალიან ლამაზი იქნება რომ სურათებში რაც ვნახეთ სასწაული იყო ამ გოგოსავით Figure me out. No, 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 you know. Sometimes I'm thinking about is you. მაჯობა იმ მომედით ბრუგეში. ხა ჩავალთ და ნახავთ როგორია ბრუჟი. გადავაადგილდებით ბრიუგეს ულამაზეს ქუჩებში. პატარ-პატარა ქუჩებში ეს რაღაც ლამაზი შენობებით არის. მოჭკადული, მოჭვილი. მოვედით ბრიუგეს მუზეუმში, სავარაუდოდ, რა როგორც აწერია ეგრე. ძალიან ლამაზი ადგილია. ძალიან ლამაზი შენობებით. და აი უკან, აი, ის უნდა ნახოთ აუცილებლად. პოზიორობა ნომერი 3. ძალიან ლამაზი ქეთუნა, აი ქეთუნას ხდება ბრიუგე რა. კი. ხო, ეხლა წავალთ ან ბურგერ კინგში ან მაკდონალდსში ცოტა წავიხევსებ. იმიტომ რომ აქაო რაღაცა ბევრი აფერი არის, იგივე ვარიანტებია. პიცა და ის არის. პიცა არ მევასება. ხო და არ მიხდება ბრუგე რაღაც. როგორ არის, როგორ არა. ხო და თან ისეთი ვარიანტია რა, ის ზარების სხვა ალბათ ისმის კიდეც. ძალიან რაღაცა მაგიურ გარემოს ხდის, ძალიან სასიამოვნო გარემოს ხდის. ცოტა გაგვიცივდა ბოკუნა ახველებს, მაგრამ იმედია გამოკეთდება მალევე. მოვედით ულამაზეს მოედანზე. სავარაუდოდ თავარი მოედანია ბრიუგეში, სადაც ულამაზესი შენობა ნაგებობები დგას. რავი. აი აქ ვიყავით ბურგერ კინგში. ჩავკუდით, ჩავსიკვდილდით, რავი, 2 ბურგერი მივჭამე, 1 ბურგერი ამან 2 ცალი მენიუ ავიღეთ ჯამში რა და 1 ბურგერი დავიბადეთ და 24 ევროში აი ცუდად თავართ აღარ შეგვიძლია. აი ახლა სავარაუდოდ აი აქ შევალთ. ეკლესია უნდა იყოს. წესი შესწველია. აი ეს არის როგორც გავარკვიე ბრიუგეს ციხესიმაგრე კი არა ქვია სასახლე. შევდივართ აი ამ უმაღლეს და ლამაზ შენობაში, რომელიც ეკლესია სულაც არ არის. ბრუგეს მუზეუმი. არ ვიყავით არა, არ ყოფილვარ. Pura competition. How popular? 15 euros per person. But it's pretty cool. Ciao, vedete. Usati arka. Ეხლა არკაში შევალთ და შიგნით რა იქნება კაცმა არ იცის. წარმოდგენა რა მაქვს რა არის. სადავარ. ეკლესია მეგონა. გარედან. უბრალოდ კოშკია რაღაც. ვემშვიდობებით ამ მოედანს და ეხლა მივდივართ რომ ვიპოვოთ. რა ვიპოვოთ? აი კანალები. არხები. ხო. არხები უნდა დავიჭიროთ რა. ლამაზი სასურათე ადგილები. ლამაზი სასურათე ადგილები, კი ბატონო. კუჩები და მანეკენი და სახეები. კვერცხი კაცები. კვერცხი კაცი. სალვადორ დალი. აი ახლა სიარულში მივაგენით აი ესეთ. აი ეს პატარა შემოსვლელია, ეს არის ჩიხი და აი აქეთ არის. ხედი არხზე რა. ლამაზესი ადგილია. კიდევ ბევრი იქნება დარწმუნებული რა კი ესეთი. მოდი, ჩემი ცუგრუმელა ჩემთან. ჩემი ცუდად მყოფელი.
რომელიმე ბრიჯთან მე. როგორც ხდა მოვედით ამ ეკლესიის ძირში, ეხლა შევალ და ვესტები ჩინიდან დავათვალოთ. იმედია ეს შესასვლელია და არა რაღაც სხვა. ესე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ბრიუგეში. დღეს თუ მოვასწარით და თუ მქონდა კიდე რამე ენერგია გავისეინებთ ბრიუსელში კიდე რამე ახალი ნაფას ვესტები, თუმცა ცოტა მეეჭვება რამე ახალი ნაფას და ნატოს. ნატოს შტაბი უნდა პარლამენტი ქვია. პარლამენტი. ევროპარლამენტი, ხო? უსუსი რაღაც. ბევრი ვიარით, ცოტა ვიარით. ვერაფერს ვერ მივაგებთ. რამე ახალი როგორ რაღაცა ერთი ის კი ჩავწერეთ. აფია ბროკერების ცენტრიოთ რაცა. და ჩემ ვერაფერი. ხო, მე ცოტა წინ მივდივარდი 1-3 მეტრით. კეთი ცოტა უკან. ესე მივდივარ, უცბად გამახსენდა რომ რაღაცა მაკლია გულში. რა მაკლია, რა თქმა უნდა ეს მაკლია. ორივე მტირილი მოვთეთ. ვიქტირეთ, მაგრამ ვიქტირეთ. მე გულმა, ჩვენმა გულებმა ერთმანეთთან მეგვიყვანა და ეხა ისევ ერთად. და ჩვენ ვერაფერი გაგვაშველებს. Oompa loompa booba dee boo, and I have magic tale for you. Oompa loompa booba dee boo, da na 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 na, dum da da dum dum dum. მორჩა ჩვენი მოგზაურობა როგორც იქნა. ძალიან დავიღალეთ, ძალიან. აი, გადამწვარი ხალხი ვართ რა. გადამწვარი ვართ, როგორ იქნება? გადავიწვით რა. და აღარ ვიცი, ერთი სული მაქვს სახში მივიდეთ, წყალი გადავიღოთ და დავწვეთ და დავიწვით რა. და იმედი კარგად ვფიქრობ, რომ ხარია. კეისში დაყვავიანება კი რა ქვია? ნისლი. ეკაც ძლიერი ქარი.